უკვე ვიცით ჩვენ რომ ქართული ანბანის პირველი ასო ნიშანი რომელსაც ან ეწოდება და ბაბილონურ მთვარის ღმერთს ნიშნავს ასტრონომიულად დღეღამის დასაწყისის აღნიშნულია. ამ შემთხვევაში გულისხმება რომ სავსე მთვარემ მიაღწია ცაზე მოძრაობის უმაღლეს წერტილს, მთვარე კულმინაციაშია, ესე იგი ზუსტად შუა ღამეა და ამდენად ქართული ანბანის პირველი ასო ნიშანი არის დროის აღნიშნელი დღეღამის დასაწყისის აღნიშნელია. მაგრამ საქმე ის არის, რომ ესე იგი დღეღამის პირველ საათს ანგარიშობს. ამას მისი სახელწოდება ან ამჟღავნებს. ესე იგი ჩვენ ერთისფრით ვიცით, რომ ან ორგზის ერთია, მაგრამ მეორე მხრივ მისი სახელწოდება ან აგრეთვე მიგვითითებს რიცხვს. რა რიცხვს? ა 1-ია, ნარი 14-ია და მიგვითითებს რიცხვს 15-ს. ხოლო რიცხვი 15 რიგითი სათვალავით არის რიცხვი 60 ანბანური სათვალავით. ამიტომ აი აქ ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ ქართული ანბანის მე-15 ასო ნიშანი, რომელიც ასე იწერება, ეს არის დღეს ანბანიდან ამოგდებულია. ie ეწოდება რიგითი სათვალავით, ie 15-ია, ანბანური სათვალავით 60. ამდენად ერთგვარი ურთიერთობა ქართული ანბანის პირველ ასო ნიშანსა და ქართული ანბანის მე-15 ასო ნიშანს. სახელდება ამბობს, რომ ესე იგი ან სახელდების რიცხვითი მნიშვნელობა არის 15 და ამავდროულად ანბანური სათვალავით 60. ეს რას მიგვითითებს, რომ ყოველი საათი ჩვენ ვიცით, რომ დღეღამეში 24 საათია, მაგრამ ყოველი საათი არის 15 წუთი და 60 წუთი. ეს როგორ საქმე ის არის, რომ ბაბილონში წუთი 4-ჯერ უფრო ხანგრძლივი იყო, ვიდრე ეგვიპტური წუთი. ესე იგი 1 საათი 60 წუთია ეგვიპტური ათვლით და 15 წუთია ბაბილონური ათვლით. აი აქ ერთგვარად ქართულ ანბანში მომხდარია ორი უძველესი ცივილიზაციის, ეგვიპტური ცივილიზაციისა და ბაბილონური ცივილიზაციის სინთეზი. ესე იგი წუთი ათვლილია ბაბილონურად და საათი, ესე იგი 15 წუთია, ხოლო ეგვიპტურად საათი 60 წუთია. ამასვე მიუთითებს მე-15 ასო ნიშანი. ესე იგი წუთების ათვლა როგორ ხდება? ნებისმიერ დროის ჟამეულს ანბანი ითვლის თავისი რიგითი სათვალავით. მე-15 ასო ნიშანი უნდა იყოს, ესე იგი თუ დავიწყებ წუთების ათვლას ანიდან იემდე, ესე იგი მივიღებთ, რომ ათვლილია 1 საათი ბაბილონურად და ეგვიპტურად. ესე იგი ანის მნიშვნელობა, რომ ეს არის 1 საათი და იგი არის 15 წუთი ბაბილონურად და 60 წუთი ეგვიპტურად, ამას ადასტურებს სწორედ თუ ავითვლით წუთების, ესე იგი ანბანის ასო ნიშნები დაითვლება ნებისმიერი დრო, ჟამი, წუთი, წამი, საათი, დღეღამე, კვირა, თვე, წელიწადი და ასე შემდეგ. და ამდენად მე-15 ასო ნიშანი რას გამოსახავს? საქმე ის არის, მე მგონი აღნიშნე, რომ ანბანის პირველი ასო ნიშანი არის დიდი ნახევარწრე და
ბაბილონში დიდი ნახევარწრე რიცხვს 60 აღნიშნავს, ხოლო მცირე ნახევარწრე აღნიშნავს 1-ს. ამიტომ მისი სახელწოდება ე მოკლე ის მნიშვნელობის არის პირდაპირ უთითებს, რომ ეს არის 1. ესე იგი ქართულად ის რაც ბაბილონში რიცხვი 1 გამოსახულია მცირე ნახევარწრით და 1-ის მნიშვნელობა ქართულში იგივე ნიშნავს, ესე იგი ქართული სახელწოდება საქმე ის არის, რომ ჩვენ დღეს ვამბობთ 1, მაგრამ ძველ ქართულში იყო 1. ეხლაც არის ეს სიტყვა ცოცხალი, დასავლეთ საქართველოში მაგალითად 1-ის მაგერ 1-ს ამბობენ და ეს უძველესი დროის გადმონაშთია. ამდენად 100 ნიშანი, მე-15 100 ნიშანი არის ზუსტად 1 საათის აღნიშნული, 1 ჟამის აღნიშნული 100 ნიშანი, 1 საათი არის ბაბილონური 15 წუთი და ეგვიპტური 60 წუთი.